ვიდრე რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დასრულებაზე პოზიციას არ იცვლის და ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად სამხედრო მოქმედებებს აძლიერებს, ევროკავშირმა მოსკოვს სანქციების მე-17 პაკეტი დაუწესა. ბრიუსელის სამიზნედ იქცა რუსეთის მფლობელობაში არსებული ის 200-მდე გემი, რომელსაც კრემლის სანქციების თავიდან ასარიდლად იყენებდა. მე-17 პაკეტი ითვალისწინებს ფინანსური შეზღუდვების დაწესებასაც. ევროკავშირში ეს ნაბიჯის არასაკმარისად მიაჩნიათ და ამიტომ უკვე დაიწყეს მუშაობა სანქციების ახალ მე-18 პაკეტზე. ევრობლოკის გარდა მოსკოვის მფლობელობაში არსებულ 18 არასანქცირებულ გემს, 50 ფინანსურ ორგანიზაციასა და პროპაგანდის გამავრცელებელ ფიზიკურ პირებს შეზღუდვები დაუწესა გაერთიანებულმა სამეფომაც. სანქციების მომდევნო პაკეტი მეტწილად უნდა იყოს მიმართული რუსეთის ფინანსური რესურსების ბირთვისკენ. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ბუნებრივი აირი და ნავთობი, განსაკუთრებით კი ნავთობი, შემოსავლის მიღების ერთ-ერთი უმთავრესი რესურსია. ამიტომაც ყველაფერი უნდა შეიზღუდოს, რაც ხელს უწყობს რუსეთს. შემოსავალი მიიღოს ნავთობიდან და მისი ნედლეულიდან. ვფიქრობ, ამ მიმართულებით უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ, თუმცა ჭრდილოვანი ფლოტი უნდა დარჩეს ყურადღების ცენტრში. უნდა იყოს დაწესებული დამატებითი სანქციებიც. ჩვენ ასევე ვიხილეთ, რომ ამ მხრივ ჯერ კიდევ რჩება მანევრირების სივრცე, იმის თაობაზე, როგორ შეგვიძლია დავაწესოთ სანქციები, როგორ შეგვიძლია შევზღუდოთ რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები. რუსეთ-უკრაინის საკითხის გადაჭრაში ბრიუსელი ვაშინგტონის აქტიურობით კმაყოფილია, თუმცა 19 მაისს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შემდგარმა სატელეფონო საუბარმა ევროპელი ლიდერებისთვის ცხადი გახადა. კრემლი მიდგომის შესვლას არ აპირებს, ხოლო თეთრი სახლი ზეწოლის გაზრდას. გონი გასულ კვირას, როცა ამერიკამ თქვა, რომ თუ რუსეთი არ დათანხმდებოდა სრულ დაუპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ამას შედეგები მოჰყვებოდა. ამიტომ გვინდა დავინახოთ, რომ კონკრეტული შედეგები ამერიკული მხრიდანაც დადგება. ამ საუბრებიდან ჩვენ ნამდვილად არ გვინახავს ზეწოლა რუსეთზე. ევროპული მხრიდან ჩვენ გვაქვს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს განცხადებები. თუ კი რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, მეტ ზეწოლას განვახორციელებთ. როდესაც პუტინისა და ტრამპის სატელეფონო ზარზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პუტინს არასდროს შეუცვლია აზრი. მთავარია მის გაგებაა. სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ მან ეს არაერთხელ გაიმეორა და ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს მართლაც არ სურს ამ ომის დასრულება. ისინი კვლავ იმავე გზას ადგანან და სულ მცირე 4 უკრაინული რეგიონისა და ყირიმის მიღებას სურთ. ისინი არ გაჩერდებიან. საკმარისად ნათელია, რომ რუსულ მხარეს მოლაპარაკებებში ჩართვის სერიოზული განზრახვა არ აქვს. ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად არის ცნობილი. ჩვენი ყურადღება მიყრობილია უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი და სამხედრო დახმარების მიწოდებისკენ. ევროპულ სანქციებს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი. მისი თქმით, ულტიმატუმებს მოსკოვი არასდროს პასუხობს. დაწესებულ ახალ შეზღუდვებს კი უკრაინის პრეზიდენტის დაკვეთა უწოდა, ხოლო დასავლელი ლიდერები მშვიდობის მიღწევის ხელშეშლაში დაადანაშაულა. მოლაპარაკებების დასრულებისთანავე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ამხანაგებთან ერთად საუბარი დაიწყო ანტირუსული სანქციების გამკაცრებაზე. მათ კვლავ შეასრულეს ძველი სიმღერა იმის შესახებ, თუ როგორ არ შეიძლება რუსეთის ნდობა, რომ ის უნდა დაისაჯოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ულტიმატუმის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. უბრალოდ ერთხელ მაინც უნდა დაიმახსოვროთ, რუსეთი არასდროს პასუხობს ულტიმატუმებს. აშკარაა, რომ დასავლეთ ევროპელ ულტრალიბერალებს მშვიდობის მიღწევა არ აინტერესებთ. ისინი სხვა მიზანს მისდევენ, ნებისმიერ ფასად უზრუნველყონ უკრაინის შეერაღებული ძალებისთვის ამოსუნთქვის საშუალების მიცემა, მათი სამხედრო პოტენციალის აღსადგენად და ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირების გასაგრძელებლად. ახალი სანქციების დაწესების პარალელურად კრემლმა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო კომუნიკაციის მეტი დეტალი გაასაჯაროვა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, შემდგარი საუბრისას ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმამდე წითელ მოედანზე აღკვეთილ ტერაქტებზე უამბო, რომელიც თითქოს უკრაინის მიერ იყო დაგეგმილი. და ვიდრე ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, როგორ აიძულონ რუსეთი დათანხმდეს მშვიდობას საერთაშორისო სამართლის წესების მიხედვით, კრემლის პასუხი უკრაინის მიერ ოკუპირებული მარიუპოლის ეგრეთ წოდებული გათავისუფლების 3 წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნაა. ქალაქის, რომელიც მოსკოვმა მიწასთან გაასწორა და რომელსაც კრემლის პროპაგანდა ნაცისტებისგან გადარჩენილს უწოდებს.